დღეს მე გავიგებ რომელია საუკეთესო გასართობი ადგილი საქართველოში. ამის გასაგებად კი ვიფრე მთებსა და ზღვებზე. ჩამოვარდები ასეულობით მეტრიდან. ვისრებლებ წყალზე უსწრაფესი სიჩქარით. ან თუნდაც ველოსიპედით ვიკატავებ ჰაერში. ეს კი მხოლოდ ერთია. უნდა გამოვცადოთ ქვეყანაში არსებული ყველა ატრაქციონი და არ აქვს მნიშვნელობა რამდენად საშიში იქნება ის. სამ კატეგორიაში გამოვავლენ სამ სხვადასხვა გამარჯვებულს. კატეგორიები კი შემდეგია: მესამე, კეგი, ანუ კონკრეტული ექსტრემალური გამოცდილება, მეორე, აკვაპარკი და პირველი, გასართობი პარკი. რომელიც იწყება მთაწმინდის პარკით. რამდენჯერ არ ყოფილა მთაწმინდის პარკში, რამდენი ვიდეო არ გადამიღე აქაც, მაგრამ იმ მიზნით რომ ყველა ატრაქციონი გამომეცადა პირველად ვარ და ასე მგონია რომ ძალიან საინტერესო თავგადასავალი მელოდება წინ. აი რატომ მიყვარს YouTube ერთ-ერთი მიზეზი რა. ბავშვობაში რაღაცა თუ არ გავისწორე, შემიძლია პირდაპირ ჩემს ვიდეოშივე გავისწორო, ვანახო ხალხს, ხალხმაც გაისწოროს და მოკლედ ვიყოთ ესე ყველანი გასწორებულები. მოკლედ ატრაქციონების მოგზაურობას გახსნილად ვაცხადებ. წავედით. ამჯერა 80 ლარი ჩავჭრ. ყველა ატრაქციონზე რო დავждე თითოჯერ. მე ყოფა 80 ლარი. ამ ჩემი ასაკის ადამიანებსაც შეიძლება დაიწყეს. რამდენია ხო იყო? 70. მოდი 70 იყოს მაშინ. თუ რამე იქნება დავამატებ. მადლობა. როგორც ჩანს 70 ლარში უნდა ჩავჯდეთ როგორც ამ კეთი მაგ ალბატონმა დავაკვალიანო. ამ რაღაცები არის სადაც ვერ დავჯდებ, იმიტომ რომ შეიძლება გავაფუჭო, იმიტომ რომ დიდი უტროპი კაცი ვარ, მე აღარ ვარ პატარა ბიჭი. მოკლედ ერთი 10 წუთი ოდგავარ, აი ამ როკასთან და ვცდილობ გავიგო რომელი უფრო სასიში არის ჩემთვის, მაგრამ მივხვდი რომ ყველა ერთნაირ ემოციას იწვევს ჩემთვის, ასე რომ გადავწყვიტე ესეთი რაღაცა. ჯერ გამოვხდი ექსტრემალურ ატრაქციონებს, რომელიც ყველაზე ახლოს იქნება ჩემთან ტერიტორიულად იმას მივადგები, ან უბრალოდ ვიდეოში რომელიც უფრო ლამაზად ჩაჯდება პირველი და შემდეგ გადავალ უკვე ისეთებს რა, აი სათამაშო ატრაქციონებზე. ჩემზე ეგრე კარგად უნდა დავაგდეს ვიდეო. და ეხლა ყველაზე ახლოს ვარ ამერიკულ მთებთან. რამდენჯერაც არ უნდა დავждე, იმდენჯერ ერთი და იგივე ემოცია რატო იწვევს. გავხსნილად იყო ჩემი აზრით არაჩვეულებრივი, იმიტომ რომ ეგრევე ისეთ განწყობაზე დამაყენო, რომ მთელი დღე შეიძლება გამყვეს, საერთოდ რო აღარაფერი გამოცადო აქ. შემდეგი მაინტერესებს რა იქნება, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ სავარაუდოდ აი ამ სიმაღლიდან ვარდები. ვაიმე. რატერი ხარი გამოვკიდა სპეციალურად. ეს რა იყო? და შემდეგი მოდი ისეთ რაღაცა იყოს, რაჯერ არასდროს არ გამომიცდი აქ. აქ თუმცა სამართავით უტის ყოფილა. პრიუსის სიჩქარების გადამხდელივით არ არის? ოპ. ეგარი. გადაშერის ეს ფუტკრები არის აი ბავშვობის გასასწორებლებიდან ერთ-ერთი. ამ ფუტკრებზე ავждავ არასდროს და ოპა. აი ბავშვობაში ვაჭრე ყველას ერთხელ მაინც გდომები ისე გაგვიქნია საქანელა რომ არასდროს გაჩერებულიყო და ზუსტად მაგას აკეთებს ეს რა. საქანელა level 9 ის ხმა უხდება რა, აი ყველა აქნევაზე ერთი წუთი. ბავშვებო, იყავით თქვენ ქვემოთ მიყურეთ, აბაძია იკატავეთ აქ. გავიხალეთ, ძალიან დიდხნიანია. ატრაქციონის ტრიალი დიდხანს გაგრძელდა და როცა დაღლა ვიგრძენი, ვიხდი რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. და ამ მოგზაურობის მთავარი და ჯერ კიდევ წარმოუდგენელი ემოციები წინ ველოდა. რა შემაშინებს მეტა? აუ რამე არ გამოხდებს რა გეხვეწები რა. აბა, დადახარ. ოხ ჩემი კაი. ვაიმე. აუ არა რა. და მომელამუნა რაღაც ახეზე. ოხ შენი. იდე. არა ჩანჩხი. ოხ. რა ხმარი. მეორეზე ამოვედი. აქ შენი. ცოცხალი რა. ხელი არ გამოწია. ხელი არ გამოწია. ოი. ოი, კიდე ყოფილა. მოვედი. ერთგვარი როლერკოსტერია. წესი ჩაშიში. ბავშვებს ძალიან შეშინდება თამაში. რაღაცები არის, სადაც არ მსვავენ. იმიტომ არ მსვავენ, რომ ასაკობრივად არ შეიძლება რა, ხო და. ეხა მოვედი შეშლილი ბორანი. ასე ქვია რა, უნდა ვიკითხო თუ შეიძლება. ჩემთვის შეიძლება? აი, კაცი როგორც ხედავ, ზუსტად ეგრე ტრიალებს. რაღაც მომენტში რომ ასწრაფდები, ასწრაფდება რა. ვაიმე. ეს ისეთი არა, აბა შეიძლება ბარბარაგერიოს გული. ოღონდ წამოიღო. რაღაცა ის მოუხდებოდა პირატული მუსიკა თითქოს. ეს გვაურები ვართ. ეს გვაურებო. რაგინტერი ვერ დამოვხდეს. მოკლედ მე დავისახავ ეხა ესეთ მისიას. თუ შეძლებ ის ესე არუს რომ არავის დავეჯახო, ან არავინ დამეჯახოს, და ნახოთ სადამდე გასტანს ჩემი ეს ჩელენჯი. ოპ. იფასონძლებ არა. გავწდი. გრძელდება ორთაბრძოლა. ჯერჯერობით ლიდერობს აბა და აგზელებს სიარულს. თითქოს ეს გზა მისთვის არის შექმნილი. აქ ცოტა დრიფტი გადაწყვიტა. ძალიან ახლო ორთაბრძოლაში შედის. საბა ურისკავს ძალიან. უკვე სახიფათო მომენტებს ქმნის, ცდილობს რომ გაძვრეს გამოძვრეს. არა, პროფესიონალია რა ამანქანებში. ოპა.
აი აცილება. ეს ამათანოს სპორტი მგონი ჩემია რა. კარგი იყო, ნამდვილად კარგი ოთხგზოვარი. თაწმიდის პარკში ჩემი ასაკიდან გამომდინარე საბავშვო ატრაქციონებიდან მხოლოდ რამდენიმეს გამოცდა მოვახერხე. და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სამიზნე მხოლოდ ატრაქციონები იყო, პარკში არსებული გასართობის სივრცეებიდან ინტერესის გამო ლაბირინთში მაინც არ მოჩნდი. და სანამ ყველაზე სველი ექსტრემალურ ატრაქციონს გამოვცდიდი, ქალაქის ხეზე მზის ჩასვლას მთაწმინდის გიგანტური ბორბლიდან უყურე. ზღვის დასასრული ჩავიცვი და შუა მთაწმინდაზე მივაბიჯებ თითქოს 8-ზე ვიყო პირდაპირ შუა ბათუმის ბულვარში, მაგრამ ამ დროს ვარ მთაწმინდაზე და მემზადები მისთვის რომ ჩავეშვა აი აქ. აი მომხდა. ორჯერ გიწევს ასვლა, 2 წრე არის და მეორე წრეზე იმედი მაქვს რომ კიდევ უფრო მეტი გამომესხმება. ვიდა. ეს დაგიყო. აი ეს ვიდეო. უკვე მინდა დავიწყო აკვაპარკის ტესტირება, ისე შევგრილდი. ეხლა უკვე დრო გამოვიცვალო და დასასრული ჩავწეროთ. SF თაწმინდის პარკი. როგორც ხედავთ, დამაღამდა, იმიტომ რომ მთელი დღე დამჭირდა ყველაფერი რომ გამომეცადა და გულწრფელად ვიტყვი დავიღალე. მაგრად დავიღალე. ყოველ ლოკაციის შემდეგ ნახავთ ესეთ კადრს, სადაც მე შევაფასებ კონკრეტულ გამოცდილებას და აუცილებლად დავწერ ქულას. ოღონდ აქვე ვიტყვი რომ ქულას დავწერ ჩვენი ქვეყნიდან გამომდინარე. ამ შემთხვევაში თაწმინდის პარკს უნდა დავწერო 9-იანი. აქვე ვიტყვი იმასაც რომ 9-იანი ჩემი მხრიდან არის უმაღლესი შეფასება. 10-იანს დავწერ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი რაღაცას ისეს გამოვცდი, რაც არასდროს არ გამომიცდია. ძალიან უნდა აბრთოვანდე მოკლედ 10-იანი რომ დავწეროთ. ისიც უნდა თქვა რომ ქულების მიხედვით არ გამოვლენ ვიდეოს ბოლოს გამარჯვებულს, ძალიან ბევრ ამაზე იქნება დამოკიდებული. თაწმინდის პარკი იყო ჩემი პირველი გამოცდილება. მთელი მოგზაურობა 1500 კილომეტრი მელოდება წინ. შესაბამისად დღეს მჭირდება დასვენება. დასვენება კი არა, განქარვება და აქვე უდიდესი მადლობა ქარვას იმისთვის, რომ არხის შექმნის დღიდან დღემდე ჩემი მეგობარი და მხარდამჭერია. მოკლედ ახლა მე კარგად განვიქარვებ, თქვენ გზის კადრებს გამოტოვებთ და პირდაპირ გეტყვით რომ მოვედით ციცინათელას პარკში. პირველივე რაც მინდა ვთქვა, აი აქ რო ვდგავარ და აი ამ წარწერას უყურებ და ამ წარწერის მიღმა კიდე აი იმ ყველაფერს ხედა, უკვე ისეთ განწყობაზე ვარ, როგორზეც სხვაგან ვერ დავდექი. აქ რო ჩამოდიხარ, ესე იგი შენი მიზანი არის ის, რომ აი აქ დაიხარჯო. როგორც ესე ისე. ახლა კი ჩემი მიზანი არის, რაც შეიძლება სწრაფად გამოცადო ის ყველაფერი, რაც აქ არის, იმიტომ რომ შეიძლება გაწვიმდეს გაშოვებული ყველაფერი სამწუხაროდ, მაგრამ თავარი არ წვიმს, იმიტომ რომ წვიმის დროს რაღაცები ითიშება ხოლმე. შესაბამისად უნდა ვიჩქარო, ეხლა წავალ, გავიქცევი და გამოსდი ყველაფერს საინტერესოს. წავედით. ყოველ ჯერზე რამდენჯერაც აქ მოვდივარ, თავიდან მიწოს ხოლმე ბარათს აღება, იმიტომ რომ ყოველთვის მშება სახლში. ასე რომ ესეც ახალი ბარათი და ზედ საწყის ეტაპზე ჩავრიცხე 100 ლარი, იმიტომ რომ რო გაწვიმდეს, მე არ ვიცი რა მოხდება და როგორ დავამთავრებ აქაურობას, ასე რომ პირველი იქნება აი ეს. თაგერჯი კარგი ადამიანი გავიცანი, ბადროჯდები, მოჭიდებაც მიჭირსო და თა როგორ უნდა გადაიღო და მეთქი მაგას შეუძლებ თქო და დედელა იწყებს ეს ბრუნვას. ეგრევე გულისრევით რა დავიწყო, შეიძლება მაგათახარიყავ. ოიცე კიდეა? ბიჭო! ჩავიხუტე გამე. აი ბეზა იყო.იანელა, იმედია მესამე ლეველი აღარ არის. და შემდეგი გადავწყვიტე აი ეს, ვარდნა. აი ხა იქ ავალ და აიყო მე გავალესე ბარათაკით. რაღაცნაირად თითქოს უფრო დიდი მომეჩვენა და უფრო მეტად აღბართოვანებას ველოდებოდი ვიდრე მთაწმინდის პარკში, მაგრამ ჩემთვის იგივე განცდები დატოვა. მაგრამ მთაწმინდის პარკში ვერ შეხვდებით აი ამას, გამიკაძეს. დავიდა. აკედა ვსტივარ ხოლმე რომ ფეხით გაზი ვიუჩ. მოკლედ გამიკაძის გამოსვლის მერე მივხვდი რომ ემოციებისგან იმდენად დავიცალე რომ უკვე მიჭირს ემოციების გამოხატვა. აღარ მაქვს ემოციები. ერთდროულად არ შეიძლება ამდენი ატრაქციონის გამოსვლა თურმე. და ეხლა ესეთი რაღაც მოვიფიქრე. აი აქ დავჯდებ და მივიღებ 0 ემოციას. ანუ ნახოთ როგორ იქნება ექსტრემალური ატრაქციონი 0 ემოციით. რაღაც ხრის ახალისო გამოვიდა მაინც სერიოზული სახით ეს ზდომა. ძალიან დიდი არჩევანი აქ რა. აი ხა იქეთ ვიხედები, ესეც მინდა, ისეც მინდა. მე მგონი აი ჟობია ახლა. შენ გავმართოთ ნახოთ როგორი მანქანა. ძაბერი ხალხი იმის საკუთრება გამოვვრა. კაია. ამდე ხალხი არ მეგონა თუ ამდე ხალხს გავკაჩავდი და მოდი, ცოტა ექსტრემი შევძინოთ ამ ყველაფერს და სიგნით შევძვები. აი ეს. აი ეს რაღაცა შეიძლება, აი. ეს რაღაცებზე გადავალ. მე
როგორ უნდა გავაკეთო ამისი ჩელენჯი და იუთუბერები უნდა გამოვიწვიო და დავათხვა დაეჯახე საბას. მოკლედ, თუ იმეს მოგეწოდებათ იდეა დაეჯახე. ეს თუ დაამუღამეთე ხრაფტენი ავიცილე. თუ ხარ იუთუბერი, ვფიქრობ რომ შეგიძლია საბას დაეჯახო ამ მანქანების ჯახში და გაიმარჯვო. ესენ გიწევთ. ციცინათელას პარკში კიდევ უამრავი ატრაქციონი გამოცადა, რომლის უმეტესობას ძირითადად ტრიალებდა. მაგრამ მხოლოდ ერთი მათგანი იყო ისეთი, რომლის პირდაპირ შედარება სხვა პარკის ატრაქციონთან შემეძლო. აქეთ რო უყურებ, ჩემი აზრით, ერთი და იგივე ზომის უნდა იყოს ეს ბორბალიც და მთაწმინდის პარკში მდებარე ბორბალიც, მაგრამ აქ რაღაც სხვანაირია. ეხლა ვცდილობ გავიგო რა არის ეგ სხვანაირი. აბა მე მოვიხედავ ერთი დავაკვირდები კარგად. ვერაფერიც ვერ ვქენი. ჩამოვიდი ისე რომ ვერაფერი ვერ მოვიფიქრე და დავჭი სიტყვაც არიელი, მაგრამ აი აქედა რო უყურებ, უბრალოდ ხვდები რომ რაღაც დეტალზე ესე კონკრეტულად ვერ გავამახვილებ ყურადღებას, იმიტომ რომ რაღაცნაირად ემოციას ასხივებს ეს ბორბალი ისეც რომ კარგ განწყობაზე მაყენებს. და ესეც ციცინათელას პარკი. რაღაც ატრაქციონებს სამწუხაროდ ვერ გამოცადე. ზოგი რემონტდებოდა, ზოგი უბრალოდ ჩემთვის იყო მიუწვდომელი, იმიტომ რომ ზედმეტად დიდი ვიყავი იმ ატრაქციონის და როდესაც მივდიოდი და ვეკითხებოდი თუ შეიძლება და ჩემი იქ დაჯდომა, არასაც არ მეუბნებოდი, უბრალოდ ესინებოდა და ეგ იყო. ყველაზე მთავარი რაზეც გული მწყდება არის ის, რომ ბუსტერი იყო გათიშული სამწუხაროდ, იმიტომ რომ რემონტდებოდა. გული მწყდება, იმიტომ რომ ჩემი აზრით ბუსტერი იქნებოდა ის ატრაქციონი, რომელიც ყველაზე სანახაობრივი იქნებოდა გასართო პარკებში, მაგრამ რა ვქნათ, ესე გამოვიდა. მეორეჯერ კიდე აქ ვერ ჩამოვალ ამ ვიდეოსთვის, იმიტომ რომ რაღაცებთან არის დაკავშირებული. და გენერალური სპონსორის არარსებობის შესახებ კიდევ შეგახსენებთ, იქნებ ვიღაცა მაგაიგონ. ორი კითხვა მაქვს სხვათა შორის. რატომ იხნება 6 საათზე? ზირთადად ყველა გასართობი ადგილი დღისით ფუნქციონირებს და გამით იკეტება ხოლმე და აქ პირიქით არის. თუ იცით ვინმე დაწერეთ კომენტარებში და მეორე საკითხი, რატომ არ კეთდება ამერიკული მთები? შანსი არა რომ ვერ კეთდებოდეს, უბრალოდ არ კეთდებათ. ეგეც თუ იცით ვინმე, ეგეც გამოვშვით კომენტარებში. ხოლმე უნდა დავწეროთ და ვიტყვი 9 ნახევარს. აი ნახევარით დავამატე აქ. აი ეს ნახევარი არის ზუსტად იმ ყველაფრის, რასაც ციცინათელა იძლევა და ეს არის განწყობა და ემოცია. ეს არის რაღაც ბავშვური და გულწრფელი. თან აქვე ვიტყვი რომ მე არანაირი ბავშვური მოგონება არ მაკავშირებს ციცინათელასთან. ახლა კი სად მივდივართ? შემდეგი ადგილი რა იქნება? ვიდეოს მიხედვით შემდეგი ადგილი უნდა იყოს. ადგილი, რომელსაც ჩემი აზრით ყველანი მიხვდებით, აი ამ ბრილიანტით, კი ბატონო, კასლენდში ჩამოვედით. კასლენდი არის ადგილი, რომელიც საერთოდ სხვა კატეგორიაში მოხვდებოდა ამ ვიდეოში, რომ არა წლევანდელი წელი და რა შეიცვალა წელს. წელს გაიხსნა ახალთახალი ზიზი ატრაქციონების პარკი, სადაც ძალიან უცხო ატრაქციონები მელოდება უკვე ვიცი, იქ სურათები დავათვალიერდა მაგითო. და წლევანდელ წლამდე კასლენდი მოხვდებოდა კეგში, ანუ კონკრეტული ექსტრემალური გამოცდილებების კატეგორიაში. იმიტომ რომ ჩემ გაზუსტად 10 მეტრში არის ველოსიპედის ზიპლაინი, ველოსიპედით უნდა გადაგორდეთ და ისე არ უნდა დაწვეთ. და ასევე აქ არის ევროპაში ყველაზე გრძელი კარტინგის ტრასა. ექსტრემალური ესე ეგ არის ვისთვის როგორ. კარგი, დრო გადავიდეთ პირველ გამოცდილებაზე. ველოსიპედის ზიპლაინი ჩემგან ძალიან ახლოსა და პარე მაქსავალ. დავედით. ვაუ! აი მესმის. ხარ გადაო. ბიჭო, ამას არ ველოდებოდი საერთოდ ოღონ. ქვემოთ რა ხდება ეს რა არის? არა, ლამაზი არის კანიონზე პირდაპირ. ანუ საერთოდ არ ველოდებოდი, ეხა ესეთ გამოცდილებას აქა მეგონა რომ უბრალოდ რა ველოსიპედით უნდა გადავიდეთ. ხო არ ხარ და არ მჯერა. ვა, ესეთი მოულოდნელი სამეწტილება არ ვიცით ამ ვიდეოში კიდე თუ ეკნება. აх, თანაკ მაგარი ქარი არის ეხა ამ მომენტში და ცოტას მაქნევს. ბაიკლაინს, რომელმაც ნამდვილად მოულოდნელი დაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, ორმხრივი გზა ჰქონდა. უკან დაბრუნებისას კი უბრალოდ ხედებით თბობა გადავწყვიტე. და თან ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა მსგავსი გამოცდილება ვეღარ მიმეღო. მაგრამ ჯერ მთელი მოგზაურობა წინ მქონდა და თურმე ვცდებოდი. მოულოდნელი გამოცდილების შემდეგ კი მოულოდნელი ვარდნის საქანელის დროც მოვიდა. აუ როგორ მიყვარს ესეთი შეგრძნებები. ატრაქციონების გამოცდა კასლენდის ახალ სივრცეში გაგრძელდა. მე მგონი აქ ბევრი რაღაცი გაკეთება მოგვიწევს. ისევ ჯობია რომ ვიღაც ადამიანი მოძებნო, რომელიც ამეხმარება, რაღაც აფეხურება დავალაგო ეს ყველაფერი. ამ ყველაფერში დაგვეხმარება ლანა. მოდი პირველ რიგში დავიწყოთ სისარტყელას სასრიალოთი. ყველაზე გრძელი სასრიალოა საქართველოში. ამის შემდეგ შეგვიძლია გადავინაცვლოთ ტყის ატრაქციონზე. განსაკუთრებით არის მათთვის, ვისაც უყვარს ცოცვა და ექსტრემი. და ბოლოს შეგვიძლია დავაგვირგვინოთ პარკის მთავარი ატრაქციონით, რომელიც არის წყლის სასრიალო, რომლის სიმაღლეც არის 30 მეტრი. როგორც ლანამ გითხრა, პირველი ჯობია რომ გამოცადოთ აი სასრიალო. ყველანაირი სასრიალო გამოვიარე მგონი ამ ვიდეოში. აი ეს რანაირი ბათუთი ეხლა ძალიან მაინტერესებს. ჩემ ხელად ამიან მგონი ძალიან ხვდება რა ხტუნაო. აი მე და ეს ბავშვები ხტუნაოთ ერთად ხარ აქ.
დავედი აქ არაჩი. ჩემი აზრით აქ ბავშვობის მუღამებს გავისწორებ ძალიან ბევრს რა. ამამა შემეძლია ვთქვა რომ ეს არის ჩემი ბავშვობის ოცნება რა. დავედით აბა აქეთ აღლა მოვხვდეთ. იქეთ იგივეა, აქეთ ცოტა სხვანაირი გზა, აბა აქეთ წავიდი. ბალანსი უნდა დაიცვა ადამიანმა, გამიგეთ? ო, დიდი ადგილებია ძა. ვოუ, საბურავები მოძრაობს. ვოუ, კიდე მოძრაობს. ვოუ. ოპა, ის ირთულეები. აბა შეხედეთ. ფიზიკურად რო არსებობდა ჩემ ბავშვობაში ეს რაღაცა მაგით დავიწყე. სახურავებს და ძრომიალი, ვისაც გახსოვთ, ჩემი ეგვიდეოები, კაიჟოლები იყოფი ხარჯეში. ვოუ. აი ეგ დაძაბული მუსიკაც მოხდებოდა, მაგრამ სავარაუდოდ სამხიარულო მიდევს. ეს რა ვიყურები აქედან და ეს ყველაფერი რო გამოიარა. პატარა კი არა, დასრულების გასართობი არის მგონი. მოვედი ბოლო ლუკმაზე. ერთ-ერთი ყველაზე უცხო ატრაქციონია შეიძლება ითქვას, რასაც ამ ვიდეოში გამოცდი. აუ, ძალიან დიდი კიბეა. მოდი პირდაპირ ბოლოში მოხდეთ არჯობია. 1, 2 და ნაირი არის. ახლობით ისე შეგრძნება სიტყვას, აი ავტობაზე მაგაითო მიდიხარ და საჭესო დაკეცავ და თუ მოსახური შედიხარ, აი ეს შეგრძნება სიტყვა. ახალისოა რა. აი გორდები და კარგად ვასხავს. ო, კარგად გავიჩქებ აქ ბოლოში. კასლენჩი გასართობი პარკის შემდეგ ევროპაში ყველაზე გრძელი 1750 მეტრიანი კარტინგის გზა გამოცადე. წავიდა! გავიხსენო კარტინგები როგორ ხდება? ჩემი მთავარი მუღამია რომ ყველას გადაუსწრო, რა თქმა უნდა, კარტინგებზე ისე სხვა რა მუღამი უნდა მქონდეს. წავიდა მოსახოვები. კვეთრი. ჩავედი, ბიჭო მოსახოვი და წინა უტასაბაბარა. მოდივარ ბიჭო გამატარეთ. რა თქმა უნდა, კიდევ ერთი ადგილი წინ. ბიჭო რა გასართობია კარტინგები, მაგრამ იყოს. აგძელებთ გზას, გვანიშნებენ. გააგძელეთო, შევედი წრეზე, რა თქმა უნდა, ვიწა. მე მგონი პირველ ადგილზე ვარ. მეორე წრეზე შეიძლება დავეციო ხა ვიღაცას. მანქანას დაუმატებდი ცოტა მეც სიჩქარეს, მაგრამ ალბათ უსამართლობის მიზნითაა ესე. აქსელერაციაში მაგ გათხრილი ფეხი. მინდა რომ ვიღაცას მეორე წრეზე დავეციო და ვეწევი. კარგად იყავით. შევედით! ძალიან კარგი იყო რა, ესეთი იდეალური გარბენი მე ჯერ არ მქონია კარტინგებზე. ცალხელზე გადავედი უკვე, ცალხელი შემილია ვატარო. გზა არის ფართო რაც თავარია, ასფალტი ძალიან კარგი. აი იდეალური ტრასა არის შეიძლება ვთქვა რა. ტორბუზი არ ჭირდება საბას. აუ რა კაია ბიჭო! და მაშინ, როცა უკვე სტეირნობა გადავწყვიტე, ისეთი რამ მოხდა, რასაც არ ველოდი. მაგრამ ძალიან მინდოდა. სლიუს ვიღაცა გადავასწრო, მაგრამ ეხლა ამას რა გონი, ერთი წამი ეხლა და ტურისტი ხარ თუ ვიღაცა ერთი მოდია. ოპა, ეხლა წავიდა ექშენი, აი? მოდია. ვა, ეს კაია, აი მოწირაღდე. გაბირთულა საქმე. მოდია. აბარა, ვინ არის შემდეგი დაბენახე. ძალიან რო უკვე ფინიშზე გავიდე. მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ ძალიან უცხო გამოცდილება მივიღე, ძალიან უცხოდ გავერთე, იმიტომ რომ თითქმის ყველაფერი რაც გამოცადე, ჩემთვის უცხო იყო. ეგეთი გამოცდილება არსად არ მიმიღია, რაღაც განსხვავებული იყო, რაღაც კრეატიული იყო, მოკლედ საინტერესო იყო ყველაფერი. აქვე უნდა უთხრა უდიდესი მადლობა კასლენდს და აქ მომუშავე ყველა ადამიანს იმისთვის, რომ აი ესე გემრიელად მიმასპინძლეს და დროა გადავიდეთ ქულაზე. მაგრამ ვფიქრობ ქულა როგორ დავწერე, იმიტომ რომ გასართობი პარკი არის, მაგრამ თან როგორც გასართობი პარკი ესე არ არის რა, რომ კასლენდი არის ზოგადად კომპლექსი, რომელიც მოიცავს სასტუმროებს, აი იმ ექსტრემალურ სანახაობას, ასევე მოიცავს ექსტრემალურ გამოცდილებებს და ასევე მოიცავს პარკს, გასართობ პარკს, სადაც ბევრი ატრაქციონია. ხო და ჩემი აზრით აქაურობა უნდა შევაფასო არა როგორც გასართობი პარკი, არამედ კომპლექსი, რომელიც მოიცავს გასართობ პარკსაც. ზოგადად ესეთ ადგილებში ესეთი დონის გართობა არ არის ხოლმე და შემიძლია მაგის გამო დავწერო ძალიან მყარი ცხრიანი და ასევე იმასაც შეგახსენებთ, რომ მე ველოსიპედმა ზიპლაინმა აღმაფრთოვანა, მაგრამ ისეც არა, რომ ძალიან გაოცებულიყავი. შესაბამისად, მაგის გამო შემიძლია რომ 0.5 ქულა წავამატო და კასლენდს დაუწერო 9.5 ქულა. ახლა კი დროა გადავიდეთ შემდეგ ადგილზე, რომელიც იქნება ახალი კატეგორიიდან, აკვაპარკიდან, რომლის ფარგლებშიც მოხვდები ანაკლიის, ბათუმის და ჯინო აკვაპარკში. სხვათა შორის პირველად ვარ აქ, რაც კიდევ უფრო მეტ ხიბლს ძენს ვიდეოს, იმიტომ რომ ყველაფერი რასაც გამოსვით იქნება ჩემი პირველი ემოციის ნაყოფი და ჩემი აზრით ვიდეო უკეთესი იქნება. ერთ მართლასაც ვიტყვი კიდე, ჯინო იყო პირველი აკვაპარკი, რომელმაც დამანახა თუ რამდენად საინტერესო შეიძლება იყოს აკვაპარკში მისვლა. Facebook-ზე დადესტო სადღაც აღარ მახსოვს, აი სასწავლო რაღაც სიბნელე რო არ და განათებები და მთელი ამბები. აი იმ ერთი ვიდეოთი აღმოვაჩინე, რომ აკვაპარკში მისვლა თურმე შეიძლება მაგარი იყოს. მაგის მერე ალბათ კი იცით სხვა ვიდეოები და როგორ აკვაპარკებში ამოვყავი.
თავი ხოდ და მოვედი მოკლედ ჯინოში. და პირველი ემოციები არის ის, რომ ძალიან დიდი აქაურობა. ბევრ სლაიდს ერთად ხედავ, ბევრ წყალს ერთად ხედავ. თან ცხელა მინდა რომ უბრალოდ წყალში შევიდე მოკლედ რა და გავაღვანჯალო ფეხები. და რაღაცნაირად ისე მინდა თან დავალაგო, რომ აი step by step გამოვცადო ყველაფერი. საფეხურებად გავყვე და ბოლოში დავიტოვო ყველა საშიში რაღაცა. და მაგისთვის ჩემი აზრით ვიღაცა დამჭირდება ხა რომ ვიპო ლოლა, ხო სწორად დამეხსოვე სახელი. რომელიც დამეხმარება ეხა დავალაგო მოკლედ აი ყველაზე ბოლოს დავტოვოთ ყველაზე საშიში რომელიც არის ეგ. ესე იგი პირველი არის ლურჯი, რომელიც უფრო საბავშვო არის. პირველ ლურჯი უნდა გავაკეთო. პირველ ლურჯში შედით. ჩეთი ნუ მელაპარაკები რა პირდაპირ. ხა მოსამოჭრი ხო? კი, კი. მეორე სკირჩეო რა შავში შეხვიდე. აი 10 ქული და რამდენად საშიშია? 5. აი ცოტა საშიში არის, ყვითელი on ბოლოს კერა, სწრაფი არის. ყველაზე ბოლოს აქ ცოტა ისე დაძაბულა თქვი რა მუსიკა ჩავთო დაძაბული და იძაა რომ შევაშინოთ რა ხალხი. და ყველაზე ბოლოს გირჩევთ რომ შეხვიდეთ წითელში. ვა რა მაგრა დაიძაბა. ვა შეეშინდა ყველას. კიდე აუზებიდანაც გირჩევთ პანორამა აქვს, იქ ძალიან კარგი სიმხიარული. რატო გეცინება? ანუ ეგრე სასაცილოებია. ჯინო აკოპარკში ატრაქციონების გამოცდა ყველაზე ექსტრემალური ნაწილით. ტობოგანის სასრიალოებით დავიწყე. პირველი არის ლურჯი. დაასწრება, არა ისეთია რა, სლიკინა და სასიამოვნო. ტრენები ვიდეო რა შემეფი, ავრიმების კარები. ო, კაია, თუ კაია. აშკარად, გასართობი არის მაგით პირველი ლეველი. ო, ვიქოდი რა. აი აკრიფე. აუ, ის ლეველი თუ გავივალო. ბოლო მომენტი არის ტოპი რა. მეორე რაღა არის? აბა ხალხსაც ვიქხა. ყველა საშიში რომელი არის? ჩავი. რამდენად ჩავია? ჯერჯერობით. ვაუ, და სადავარდო. ოხ, ჩემი კაცი. განათებები რო ფრენ არის სრული სიმძლელეა. ყველაზე ლამაზი არის ეს. სიტყვისასრიალო რომელზეც ვამბობდი რომ პირველად აღმოვაჩინე რა მაგარია თუმე არ გავყვა პარკში ყოფნა. წავედი ხახა ყვითელზე. ეს არის ნახევარგინალის არ უნდა იყოს უკვე იმიტომ რომ ბევრი ხალხია მასითა. ვა! ეს მომდერო მაგარია ბაქეთში. ალო. ზუსტად ხმარება დაუმაღლე. ზუსტად ეგეთი იყო. ნელა იზრდებოდა სიჩქარე. რომელი უფრო საშიში არის? წითელი. წითელი ბევრ მასპას შორის საინტერესოა რა. აბა გაკეთე როგორია ყველაზე საშიში. დავიდა. მომწონს? აგრიფა. ვაუ! კარია. კაი, მაგრამ ცოტა უფრო დიდხანს ველოდიო იქნებოდა. ჯინო აკოპარკში ტობოგანის შემდეგ ღია სლაიდების ჯერიც დადგა, რომელიც არანაკლებ ექსტრემალური არ მოჩნდა. კაი. ეს თვალე მაგორებს აი ზაფრის კორტი რო ახავ. სიგაზე რო არის ახავ და ეს კუთხეებში. აბა უბრალოდ ზაფხულისა. აუხრა, ყველაფერი უნდა გავაკეთო. ესეც წესი მაგდა რა გავაკეთე. ძალიან არ მინდოდა ამ სასიაულო ჩამოსრიალობა, მაგრამ ჩემი წესი ყველა მიცით. ყველა ატრაქციონი უნდა გამოცადო, მიუხედავად იმისა, რამდენად საშიში იქნება ის. 1, 2, 3. ოხ, ჩემი კაცი. საიდან იწყება მეგობაროს? საიდან უნდა დავჯდე? აქედა? კამერას უნდა დავივალო თუ ისე შემიძლია წავში? ვინმე წარწევაი. ო, მადლობა. ოპა, გამომართე, გამოვიყენე ჩემი კუნძულური სკილები. ეგ უბრალოდ ნიჩავი მქონდა აქ ხელი მაქვს პირდაპირ მოსასობად. და არ არის ჩემთვის ეს. უბრალოდ წევხარ და არაფერს შევიდა. იმას კი არ ვამბობ ცუდია. საჩემო არ არის უბრალოდ მაგას ხსანი. ისე გამოვიდა რომ ზის პიკის საათში დავმონტყვია.
ვიწვი, უდნები. ხოდა ჩემი დნობა არ ვიცი, მაგრამ კომპიუტერი რომ დამიდნო ეგ ისტორია იცით? სახში მივედი დავაჭირე ხილაკს ხელი, მეთქი ჩავართავ ჩემთვის ასული თამაში, ვითამაშებ გავერთობი საღამოს გულს გადავაყოლებ თქო. რა მოხდა? მახ რაღაცა აფეთქდა, გაიკიდა ცეცხლი და ჩამოდნა. ხოდა მოკლედ რო არ დავჩენილიყავ, ისე პირველი რაც გამახსენდა, ვინც გამახსენდა იყო ეთომი. სადღაც გაგონილი მქონდა რომ მათ კარგები არიანო. გადავრეკე ეგრევე ეთომში, მეთქი მიშოვეთ ესეთ რაღაც დავემართოთ. ოი, მოიტანეო ჩვენთან როგათო რემონტისების წარისოდნების მე სხვა კომპიუტერის რაც გჭირდებაო. მივიტანე ეთომში, ტექნიკოსი ძალიან დამეხმარა. ყველა ნაწილი აბსოლუტურად დეტალ შემიმოწმა, რაც კარგი იყო დავტოვეთ, რაც ცუდი იყო და დამდგარი ამოვიხეთ, ჩავანაცვლეთ ახლით. სახში მივიტანე ზიზია კომპიუტერი, ჩავრთე და შევცხე ჩემთვის ასურველი თამაში. მოჯობდა რომ ეს ისტორია მომეყოლოს, არ აქვს კეთება. თან თქვენ ზაინახეთ რა ხდება ამ Lazy River-ში. ალბათ გაინტერესებთ სად ვარ და რას ვაკეთებ. აი გართობა რა. აი ისე მოვავიფოვე და გადაგვირევ. ხო ეს სადა. გამოიწერთ ამ ადამიანის YouTube channel-ი ხავთ. აი მე არ მეთქვა საერთაშორისო ვიდეოში და ეხა შემახსენეს. გულიცა, გუში. კიდე ძალიან მაგარი კადრი გადაგიღო, აი მე რომ ნახავდა ძალიან მოგეწონება. ო მითხრა შეიძლება პირდაპირ გადახტეო და ეხა წავალ და გადავეშვები თავით ეგრევე. ატრაქციონების გამოსვლის შემდეგ დარჩენილი დროის ჟინოს სხვა სივრცეებში გატარება გადავწყვიტე. მათ შორის აუზებზე, რომლებშიც ჩემთვის გამორჩეული პანორამა აუზი გახდა, სადაც პერიოდულად იმიტირებული ტალღები ირთვება, რაც თავს ზღვაში გაგრძნობინებთ. ასევე ამ აუზზე შეგიძლიათ გამოცადოთ საცოცი კედელიც. არანაკლებ საინტერესო გამოცდილებას იძლევა აუზი, სადაც ბარში სასმლის შეკვეთა პირდაპირ წყალში შეგიძლიათ. ჯინოში ასევე შეხვდებით დახურულ სივრცეებს, სადაც უამრავი გასართობია. მათ შორის ატრაქციონები, აუზები და სარელაქსაციო ზონები, სადაც თბილი ჯაკუზი და სხვადასხვა შადრევნის გამოსვლა შეგიძლიათ. დამღლელი დღის ბოლოს კი პირდაპირ გემის კაბინაში გაკეთებულ უზარმაზარ ცხელ ჯაკუზში გამტვირთვა გადავწყვიტე. ორჩა თავდება ჯინო და პირდაპირ ბოლოში გადავალეთ. მოკლედ ეს დღის დასასრული. ფონზე მუსიკები მაქვს, არ ვიცი ისმის თუ არა. სხვათა შორის მუშაობენ 10:30-მდეო და ძალიან უცხოური აკვაპარკებში ეგ და ძალიან მომეწონა. მთელი დღის გასატარებლად იდეალურია. ნორმალური დრო დავყავი აბსოლუტურად ყველა ატრაქციონზე თუ აუზზე. ჩემი აზრით ჯინოს უნდა დავუწერო 9 ქულა და შემიძლია თამამად ვთქვა რომ გამარჯვების სუნი მცემს ამ კატეგორიაში, მაგრამ ჯერ ყველაფერი წინ მაქვს იმ აკვაპარკებში, სადაც უნდა წავიდე არ ყოფილვარ და რა იცი რა ხდება. იქნებ 10 ქულას დამოწერინო რაღაცნაირად, ხო? ასე რომ წავედით ახლა ბათუმის აკვაპარკში. აქედან რა შემიძლია ვთქვა არის ის, რომ რაღაც სასრიალოები შევნიშნე, რომელიც სურათებზე არ მქონდა ნანახი. ეგ შეიძლება კარგიც იყოს, მაგრამ მეორე მხრივ ცუდიც, იმიტომ რომ სურათებზე რაღაცებს რა არაჩვენებენ, შეიძლება არ მოშოვდეს. სხვათა შორის აქ ბევრჯერ ამივლია ჩამივლია, მაგრამ არასდროს არ მემიქსოვა ყურადღება აკვაპარკისთვის. ახლა კი ის გადამრჩენე უბრალოდ შევიდე შიგნით და ვნახო 10 წუთი შევამჩნევ ხოლმე, როდესაც აქ ავივლი და ჩავივლი. წავედი. ცოტა უცნაურად დაიწყო აქ ამბები, იმიტომ რომ მე შემოვედი, ავიც რაღაცნაირად შემომშვეს, ვიღაცამ რაღაც ბარათი და მოკლედ ბლოკერიც არ არის, რაც გასახდელი ან არის, მაგრამ დამაკვალიანეს, მე თვითონაც ვერ ვხედავ ესად. ნახოთ ახლა თვითონ ატრაქციონებზე რა მოხდება. მოდი დავიწყოთ ყველაზე ლაითით. ყველა ეს საშიში რომელია ბიჭებო? ვითელი? მაგას ბოლოში მოვიტოვებ მაშ. ოპერატორი არ არის, და დაგეხმაროს ფუსტავად. აჯდომი გამაზე რომ ისეთი სასრიალებია. იმხელად დანაყოფები აქვს, ნაპრალები აქვს, რომელზეც პირდაპირ რახ დაბალრო ჩადიხარ, ტკივა. შემდეგი რა არის და შემდეგი როგორი იქნება? არის აქედან დალეწე წავით. აქეთ მხარეს მეგონა რომ ესენიც მუშაობდა, მაგრამ რაშკარად ძალიან დიდი ხანი არ მუშაობს. ეხლა ეთქობა მას მუშაობს. ბალახია მოდის უკვე. საწუხაროა, ფაქტობრივად აუზში გადავიხადე აქციით 29 ლარი. რა გაიწყობა? მე ყველა ატრაქციონი უნდა გამეტესტე. რაღაცნაირად ჩამოსავარდია. თქვენი გეუსება ყველა ვარიანტი. აი აუზში ციგნით ნახეთ რა ხდება. რა იყო ხა ეს? რატო გაგრძელდა წუთნახევარი ამ ხელო ტერიტორიაზე ვიდეოს გადაღება? სულ ორი სასრიალო მუშაობდა. რამდენი რაღაცა რასაც ხედავთ, არაფერი არ მუშაობს, ყველაფერი მიტოვებულია, ხავსი ეკიდება, გრაფიტებით ამოცული. არ მოგატყუებთ გულწრფელი ვიქნები და ძალიან უკმაყოფილო ვარ მოკლედ. იმიტომ რომ ჩემი აზრით ბათუმში უნდა იყოს ყველაზე კარგი აკვაპარკი. ხო, რა ვიცი, ეგ იყო რა. ძალიან მალე გაიარა ბათუმის აკვაპარკი, მაგრამ რა ვქნა. ეხლა წავალ, მოვძებნი პარაშუტს სანაპიროზე, მაგრამ თქვენ სხვა რაღაცას ნახავთ, მაგრამ დაელოდეთ პარაშუტსაც, რომელიც იქნება კეგში, კონკრეტულ ექსტრემალურ გამოცდილებებში. წავედი მოვძებნო. ანაკლის აკვაპარკი. ადგილი, რომელიც დარწმუნებული ვარ, უმეტესობას არც გეცოდინებათ. როდესაც გუგლავდი საქართველოში გასართო პარკებს და აკვაპარკებს, ჩემთვის ყველაზე უცხო იყო ანაკლის აკვაპარკი. მიუხედავად იმისა, რომ აქ ნამყოფი ვარ, უბრალოდ ერთხელ და ისიც მაშინ რა, იქ ფესტივალები რო ტარდებოდა და შორიდან რო დავათვალიერე სურათები და ვიდეოები, მინდა აქ ვთქვა, რომ ძალიან საინტერესოდ გამოიყურება ის ყველაფერი, რაც შიგნით არის. მაგრამ უშუალოდ პრაქტიკულად როგორი იქნება, მაგ ყველაფერს აი ეხლა ვნახავთ. აბა შემოვედი. შიგნიდან კიდევ უფრო დიდი ჩანს, რაც ძალიან კარგია. ეხლა უნდა გადავწყვიტო მე თვითონ, ან მოვძებნო ისეთი ადამიანი, რომელსაც დამეხმარება, რომ ეს ყველაფერი დავალაგო. მაშინ ყველაზე ადვილი და არის საშიშრო არ არის ეგ საფლოსფერი. კაია. მერე? ის ორიანი რო არის თუ აქ დიდი. მერე ძალიან ჩამოდი. მერე ოთხზე ხელი გაიხსნება.
მე აქეთ წადიები რე. მე. და მე ეგ ციფელი რო არის ზემოთ. ხო, ისა ყველაზე ექსტრემი ხარ. აი მაშინ, გაიხარეთ ძმა, მადლობა. როგორც გითხრეს, მოკლედ სტაფილოსფერი დაიწყეო. უდიდესი პლუსი, რიგები არ არის დიდი და მალმალე შეგიძლია რომ ჩახვიდე. აი უკვე ჩემი ძერს მოვიდე. აბა დავედი. უკვე მოკავს. იმები არა მოვიდე. გაიო, გავხდეთ ზანტია კოტეჟურის. დავიდა. გძელია ისე. გძელია და მაინც პირველი რო იყო შემომაგრილა გვერდებში. ხა, აპრზე გამოვედი. ფერიერი აღარ მოვიწერს ყვილაც უა. პირველი ვერო შესასწავლო გაიხსნა. ნეტა როგორი იქნება შემდეგი. რაღაც შეგვემა მაგრამ უნდა ჩავირეს ხოლმე ხა. ცოტა უხერხულია, არა? არა, მოტრიოდი. კარგი იყო. თანახაობრივი იყო. აი ეს ჩარეცხვა რა. მოკლედ რო არ ორკაციანზე გადავიდეთ და წავიღოთ ორიანი კამერა. ხადდება კონკურსის აბასთან ერთად ორკაციანი კამერით ჩამოშალებას. ავედით. რო გადავიდეთ მეორე განყოფილებაში, უიაკ ჯაკუზი არის, აქ მოვალ უეჭველი. ჩემს უკანვით დავიმგზავრე, იმან მითხრა, იქეთ გადადიო ძმო, მაგრად გაგისტორდებაო. აჰა, გადმოვედი და ნახოთ ეხლა როგორ გამისტორდება. აგერ მე და გიორგი დავმეგობრდით მოკლედ და არ დამტოვებს მარტო ამ სასრიალოებზეც ერთად ჩამოსრიალდებით. უფრო საშიშიაო, ხო გიო? აი მაგის მოყავი მაქვს. აბა ნახოთ ეს როგორი საშიშია. ო, რა გაიშიფრელია? სიგრელები ხარ ეს. აუ აბა ზარველოდებოდი. აკარაფეია ჩა. ჩემი სატო. აუ ახტება. აუ როდი ზრაგავიდია მენა. აუ არა, აკვაპარკები მიყვარს. სანა მეტანი ქლორისუნი იყო. მეორე სექციაც იყო ძალიან მაგარი, უფრო მეტად ექსტრემალური შეგრძნებებით ავსე. ყველაზე ექსტრემალურ ატრაქციონებს ველოდები, ხა რომელიც სამის მერე ჩაერთვებაო და ნახოთ, როგორც თავშეშtildeებით წამოვალ მე ანაგლიდან. ო, თავიდანვე! ჩაშევარკაია. დავიდა! აუ, რამხელა! ირაფებია! სამწუხარო ინფორმაცია მაქვს. აი ეს ატრაქციონი ყველაზე ბოლოს რომელიც არის, ხემოთ ძირი რო გეცხება და ბარდები, რომელიც ძალიან გაქვს დუბაის ატრაქციოს, თუ გაქვთ ნახე დუბაის ვიდეო. ყველა დასამახსოვრებელი მომენტი იყო ალბათ ვიდეოში. გათიშულია, რემონტდებაო როგორც თქოს და ძალიან გული მწყდება რა. მაგრამ კიდევ უფრო მეტად რაზეც მწყდება გული არის ის, რომ აი ეს წითელი ატრაქციონი, რომელსაც კამიკაძე ქვია, შეიძლება ეგეც არ შეერთოს დღესო. და მაგის გამოტოვებაც არ მინდა რა. უკვე ისეთი კარგი შთაბეჭდილება დამიტოვა აქაურობამ, რომ დარწმუნებული ვარ მაგორი ატრაქციონის გამოსვლის მერე კიდევ უფრო მეტად ამაღლდებოდა ჩემი ყოველგვარი ემოცია აქაურობის მიმართ. ანაკლის ლეიზი რივერი იყო და კამერით არ შეიძლება. კამერით შემოვედი თავიდან და შემომაგდეს, აქ უბრალოდ ფეხით უნდა გაყვეო. სიმართლე გითხრათ, ცუდი არ არის ეგეც. ეს ფეხით ხო, კენტელა. სიმართლე ანაკლის აკვაპარკში ატრაქციონების გარდა უზარმაზარი პანორამული აუზიც გამოვცადე, რომელიც ლეიზი რივერს უერთდება. ასევე სარელაქსაციო ჯაკუზი, სხვადასხვა შადრევნით და რა თქმა უნდა ჯაკუზის წყლის ეფექტით. და სანამ საბავშვო სივრცეში უზარმაზარი სადგიდან წყლის გადმოსმას ველოდი, მოულოდნელი რამ მოხდა. გავდიოდი ეხა იმიტომ რომ არ ჩაირთვებაო, მაგრამ ბოლოტა შემოვიხედე კარებიდან და წყალი წამოვიდა იმ მომენტში. ნიშანი იყო. ჩვენ კიდევ აღარ გაყურებინეთ პირდაპირ 1, 2 და წავიდა. აი ამის თქმა. აბა ძუზავე გიზმოვდე ყველა.
ძალიან კმაყოფილი ვარ. ზედმეტად კმაყოფილი ვარ. მოულოდნელად კმაყოფილი ვარ ანაკლის აკვაპარკი. და აქ რო ჩამოვიდი, ანუ ანაკლიაში, რომელიც უდიდესი პოტენციალის მქონე მიტოვებული ადგილია, საერთოდ არ მქონდა აი ესეთი მოლოდინები რა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე თითქმის ყველაფერი გამოვცადე და უკვე ემოციების საერთოდ აღარაფერზე აღარ მქონდა, აი აქ ანაკლის აკვაპარკმა ისევ შეძლო, დამიბრუნა ისევ ხალისი, დამიბრუნა ისევ გართობის შეგრძნება და ძალიან ასიამოვნები დავტოვა. ანაკლის აკვაპარკში შესვლა ამ მომენტისთვის ღირს 35 ლარი, რაც ჩემი აზრით აქაურობისთვის ძალიან კარგია, ძალიან ზუსტია და ერთმანეთთან შესაბამისობაში მოდის ჰასიც და ის ყველაფერი რაც აქ ხდება. ისეთი ატრაქციონები როგორც აქ არის დუბაიში, სოფლიოში ყველაზე დიდ აკვაპარკში, ატლანტისის აკვაპარკში. მოკლედ, ამ ხელა გზაზე ჩამოსვლა ღირდა. უი, ქულა მოვიწყდებოდა. უნდა დავწერო უეჭველად 9.5. ანუ უმაღლეს შეფასებაზე მეტი, მაგრამ თვალგასაოცარიც არა. 9.5 მყარი წელში გამართული და ძალიან ამაყი 9.5 ოღონდ. წავედით ახლა შემდეგ ადგილზე. რომელიც იქნება ახალი კატეგორიიდან, კეკიდან, რომლის ფარგლებშიც ვიფრენ შავ ზღვაზე. დავეშვები ევროპაში ყველაზე გრძელ ზიპლაინზე, ხოლო ყველაფერს დავიწყებ კრისტალის ტობოგანიდან. უпростоრად კი კრისტალის სასტუმროდან. რეალურად ვიდეოს მიხედვით არ ვიცი ზუსტად რა ნაწილში ზის ეს მონაკვეთი, მაგრამ თავარი ის არის, რომ კასლენდის შემდეგ, ანუ წალკიდან პირდაპირ ბაკურიანში მოვხვდით. ჩემი თავარი მიზანი არის ის, რომ გამოვიძინო ხა კარგად და ეხლა მოვფიქრეთ ერთი ძალიან კარგი რაღაცა. ვინც აი ამ მომენტამდე უყურეთ ვიდეოს, თქვენთვის მაქვს საჩუქარი. ერთ ვიდეოში ორი ვიდეო. ჩემი სასტუმროების ვიდეო თუ იცით, ზუსტად იგივე რაღაცის გეკეთებას ვაპირებ აქ. ძალიან პატარა ზის რა, აი რუბრიკას რო გავდეს. შევარდეთ ეხლა, უბრალოდ სანამ შევარდებით, უნდა წავიკითხოთ რევიუები და მე ვნახოთ რამდენად მართალი იქნება ის. მოკლედ პირველი არის ხალიდი, საუდის არაბეთიდან, რომელიც წეს შემდეგ რაღაცას. ავეჯი ძველია და ოთახი ძალიან პატარაა. ერთი ვარსკვლავი. მე რასაც უყურებ ეხლა ვიზუალურად ძველია თქო, რა ვთქვა, მოვიტყუები თან ძალიან. კიდე ერთი დეტალი არის. ხმა უნდა კონდეს ძველს, ჭრაჭუნა ხმა. არა. არ ხმა არის. არ ვიცი რამდენი დიდ ოთახშია ნამყოფის ადამიანი, რომელიც წერდა, რომ ოთახი ძალიან პატარაო, მაგრამ ჩემთვის სავსებით მისაღები ზომა აქვს. აი შემიძლია მაგალითად პაკატში ჩავშდე. ან შემიძლია პირდაპირ აქ გადავხტე და წამოწვე. არ ვიცი, ხა მეტი რა თმინდა, ბაქ ხამის გასათევად. ვა, როგორ მომნატრებია სასტუმროების რაღაცები რა. სუარესი წერს ახლა შემდეგ რაღაცას. ჩვენ მჭირდებოდა ლობიში ჩასვლა იმისთვის, რომ ტელეფონები დავგეტენა. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ არ არის აუცილებელი და გაჩვენოთ კიდევაც, რომ აი ესე შეგიძლიათ აიღოთ, წკაპ, შეერთოთ და დადვთთავთ. ლიფტი არ მუშაობდა. მუშაობს. აბაზანაც არიელი იყო. არც საპონი, არც შამპუნი, არც პირსახოცები. ერთი ვარსკვლავი. აბა ვნახოთ შამპუნები თუ არის. აბა დავიკითხოთ რა არის. Crystal Hotel Lotion, a bath gel, შამპუნი, კონდიციონერი, საპონი, shower cap, ვანიტიკით, კომბ, toothbrush. ესეც პირსახოცები. მოკლედ ყველაფერია რა, რაც მინდოდა. იმიტომ რომ ამ გადაღრილზე მოკლედ მზად ვარ ყველაფერი გამოვცადო. კერდა გამოვცალო, მაგრამ მანამდე უნდა წავიკითხო ფაისალის კომენტარი, რომელიც ასევე არის საუდის არაბეთიდან. მატრასი დასრული იყო და დახეული. ერთი ვარსკვლავი. არც დახეულია და დასრული არ არის. ეხლა ნახეთ რა წერს ნავაკი, რომელიც ასევე საუდის არაბეთიდან არის. სულ აქედან რატო წაინ ისე კომენტარებს ეს ვარსკვლავებს? მე ბოტები შემოღრახო არა შემთხვევით. ხმის იზოლაცია იყო ძალიან სუსტი. ყველაფერი ხმაურობდა. გამღამობით ფანჯრებთან ძაღლები ყეფენ. ერთი ვარსკვლავი. როგორც ხედავთ, არც ხმაური და არც ძაღლების ყეფა არის მის. რაც იმას ნიშნავს, რომ შემიძლია გადავიდე პირდაპირ ძილის რეჟიმზე, მაგრამ თქვენთვის გადავინაცვლებ შემდეგ ატრაქციონზე და ეს იქნება კრისტალის ტობოგანი. იმიტომ წერე ხამ ყველაფერს დახურულ სივრციდან და იმიტომ აქვს თმა ესეთი აწეწილი, რომ ქარია თან ძალიან. ერთადერთი რაზეც წდება გული არის ისე დრონს ვერ ავფრენ, იმიტომ რომ სადღაც წაიღებს და სავარაუდოდ აი იქეთ წაიღებს ახლა კადრ ჩავსვავ და მაგით თქვენ მიხვდებით რა ხელაზე ვართ ამოსულები. ხოლო რაც შეეხება გამოცდილებას, ჩემი აზრით ეს კარი უფრო მეტ ექსტრიმს შეძენს ყველაფერს, რაც ჩემთვის ძალიან კარგია. ასევე ვიდეოსთვის. დანარჩენი რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ ამ ყველაფრის მერე საქანელის გამოცდაც გველოდება, რომელიც არანაკლებ ექსტრემალური იქნება. ახლა კი დროა წავიდეთ და დავუშვათ ყველაზე უცხო გამოცდილებაში ისეთში, რომელიც მხოლოდ ინტერნეტში ვიდეოებში მაქვს ნანახი. და გამორთხილეს რა მოსახვევში მოკლედ ტორბუზი არ გიდა თორე ქარი გაგაჩერებსო. დაემზადო რა ვიწვიტო გიჟივით რა. რა გასტაირი როლერ კოსტერის გასა არის ოღონდ ამ შემთხვევაში შენ მართავ სიტუაციას. მე გამიმართლა მგონი ქარში, იმიტომ რომ ქარი ცოტა უფრო მეტ ექსტრიმზე საკაურობას. ესე ვფიქრობ. რა გაია. Attention, stay inside. რა მაგარი ამრავი, აი გვინ გადაწყვეტს რომ ამოვიდე ძალიან კაიტესო. ბიჭო. აი ეს კაია. და შეიძლება სულ ესე აწყვეტი მოვიარო. Don't worry, reduce speed, okay. Opa, reduce speed, keep distance. ვინარჩუნებთ ინსტრუქციებს, მივყვებით. წავიდა, გაზი მივეცით აქ, მოსახვევებში, გიჟივით თუ დაშევიდა. რა კაია. ძალიან მოწოს რა. თან სიამოვნება, თან ექსტრიმი არის. წავიდა, მინდა რომ საერთოდ არ გამოვიდე და ტორბუზი შედავაშვა. უბრალოდ მოსახვევებში წერია რომ შეამცირეთ სიჩქარეო და ოპა წავიდა. აუ თან გზელი ტრასა არის რა, როლერ კოსტერი ძირთად საქართველოში რა თქმა უნდა არ მოკლე არის. ერთი გვაგვარი მეტი არ მოაქვს. ამ შემთხვევაში
წავიდა, ეს უნდა ჩავადგა. წავიდა. ნახეთ პროსტა რა ხედები არის. აი ამ ხედებზე არის გამოცდილება. ოპა. წავიდა. გამოიგო კარი ისე. და იქ გაუშვით ახლა სიჩქარე. 25 მეტრი ტერმინალამდე. აქ თავისი ჩემს იქნება სიჩქარე როგორც ვთქვი. ტობოგანი კარგი იყო, ეხლა უნდა გადავინაცვლო, აი იქ უკან, საქანელოზე. ბიჭო, სადავანჯები გარი. რაღაც მინდა დრონი. ვოუ. აუ, რა კარგია. აი რაც მისწევდება, შეიძლება იყოს ზუსტად. აი ამ თების მოზე საერთოდ ხარგია. მოკლედ საბოლოო ჯამში მივხვდი რომ თმები უნდა დავიკიდო, თავარია უბრალოდ ფეხზე ვიდგე და ხარმა არ წამიღოს და არ გადავაგდოს იქეთ. რაც შეეხება აქაურობას, ესე ძალიან მაგარი იყო, ტობოგანი ძალიან მაგარი იყო. დიდი იმედი მაქვს რომ სუფთახმასი წეს ახლა ეს მიკროფონი, იმიტომ რომ კულა უნდა დავწერო და კულასაც შეეხება ეს იქნება ცხრიანი, ყველაფერი უცხო იყო, ძალიან საინტერესო იყო, ძალიან გასართობი, სახალისო. მადლობა კრისტალს იმისთვის რომ მიმასპინძლა და ალბათ შემდეგში ქარი როცა არ იქნება, მაშინაც ჩამოვალ. წავედი ახლა ქარშავყვები, მაგრამ საბაგირო აღარ მინდა. ბაკურიანის შემდეგ ექსტრემალური გამოცდილების მიღება მაღალმთიან აჭარაში, ჩირუხში გაგრძელდა, სადაც ამ ვიდეოს მთავარი სანახაობის ევროპაში ყველაზე გრძელი ზიპლაინის დროს დადგა. ჩირუხის ზიპლაინმა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და დამტვირთა ისეთი ემოციებით, რაც არც ერთ ატრაქციონზე არ ვიგრძნია. ბოლო ექსტრემალური გამოცდილების მიღებისას კი მთელმა მოგზაურობამ ერთიანად დამაფიქრა და მიმახვედრა, რომ ეს არ იყო უბრალოდ მორიგი ვიდეო ჩემს არხზე. ეს იყო 1500 კილომეტრიანი თავგადასავალი, რომელიც ბავშვობის მივიწყებულ ოცნებებს აცოცხლებდა. იმ დროინდელს, როდესაც ატრაქციონებთან არერთხელ ჩამევლია, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ გამომიცდია. და ახლა ამ ვიდეოს გადაღებისას ყოველი ატრაქციონის შემდეგ გრძნობდი, როგორ სიხარულით ივსებოდა არა მხოლოდ დიდი საბა, რომელმაც კიდევ ერთ მიზანს მიაღწია, არამედ პატარა საბაც, რომელიც ყველა იმ სანატრელ მომენტს ავსებდა. და იქნებ ცხოვრებაში ზუსტად ასეა. რამდენი ატრაქციონის გამოცდა გუდომებია, მაგრამ შიშმა დროის არ ქონა, მან უბრალოდ აზრმა რომ რაღაც ვერ გამოგვივა, დაგვაფკოლა და გაგვაჩერა. ხანდახან პირველი ნაბიჯის გადადგმისაც გვეშენია, პირველი ასვლის ეშმაკის ბორბალზე, მაგრამ როგორც კი ტრიალს დაიწყებს ხვდები რომ თავარია გამოცადო და გააცნობიერო რომ ის რაც გუშინ შეუძლებლად გეჩვენებოდა, დღეს მხოლოდ შენი გადასაწყვეტი ნაბიჯია. ბავშვობის ოცნებები არ ქრება. ისინი უბრალოდ გელოდებიან იმისთვის რომ შექმნა ისეთი ცხოვრება, სადაც დღევანდელი შენი თავი ბავშვობის ყველაზე ველურ სურვილებს აგასრულებინებს. ასე რომ იპოვე შენი ცხოვრების ატრაქციონი, აიღე ბილეთი და შექმენი მომენტი, რომელიც არასდროს დაგავიწყდება. და რაც შეეხება გამარჯვებულებს კატეგორია ნომერ 1-ში, ანუ გასართო პარკებში გაიმარჯვა ციცინათელად პარკმა, კატეგორია ნომერ 2-ში, ანუ აკვაპარკებში გაიმარჯვა ჯინო ფერედაისმა და კატეგორია ნომერ 3-ში კეგში, ანუ კონკრეტულ ექსტრემალურ გამოცდილებებში გაიმარჯვა ჩირუხის ზიპლაინმა. ეგ არის.